დღეს პარასკევია, რა თქმა უნდა, ნანა ლოთქიფანიძე ჩვენი საყვარელი, ულამაზესი და უმშვენიერესი შემოგვიერთდა სტუდიაში რუბრიკით ეპოქის ადამიანები, რუბრიკით, რომელიც ჩვენ ყველას, მათ შორის ჩვენს მაყურებელსაც გამორჩეულად გვიყვარს და ნანა, შენ წარადგინე ახლა შენი. ვადასტურებ ყველა სიტყვას. მეც დავადასტურებ რა, რამდენიმე სიტყვას. მოგვენატრა შენი რუბრიკები და ერთი რამე ზედმეტი თუ მე მომივიდა ნანა, შენზე არ მპატიობს. ხო, კარგია. ამაში შევეჯიბროთ ერთმანეთს. კი ბატონო, მე გაძლევთ უფლება. აბა გისმენთ. მუსიკა არის ენა, რომელიც თაობებს აერთიანებს. არის მელოდიები, რომლებიც ბავშვობიდან მოყვება. გვახსენებს სითბოს, ოჯახს, სცენას, ქართულ ხმას. არის მუსიკა, რომელსაც უსმენ და არის მუსიკა, რომელიც შენში ცხოვრობს. ვაჟა დურგლიშვილის მელოდიები უკვე წლებია ჩვენს ცხოვრებაში ცხოვრობს. ბავშვობის ღიმილში, ოჯახურ სუფრაზე, მოგონებებში და ალბათ კომპოზიტორის ყველაზე დიდი გამარჯვებაც სწორედ ეს არის, როცა მისი სიმღერა დროის ნაწილი კი არა, ადამიანის ცხოვრების ნაწილი ხდება. შეიძლება ყველა ნოტი არ გვახსოვდეს, მელოდიაც არასწორად ვიცოდეთ, მაგრამ გვახსოვს შეგრძნება, რომელიც აი დღესაც უცებ გვაბრუნებს წარსულში. ვაჟა დურგლიშვილი კომპოზიტორი, არაჩვეულებრივი სიმღერების ავტორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, თბილისის საპატიო მოქალაქე, საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის წევრი და ასევე მოყვარული მხატვარი. დაიბადა ახალგორის რაიონში, სწავლობდა თბილისის საესტრადო სასწავლებელში, მოგვიანებით თბილისის პედაგოგიურ ინსტიტუტში მუსიკა სიმღერის ფაკულტეტზე. კარიერის დასაწყისში მომღერლობა სურდა. ძალიან კარგი ვოკალური მონაცემები ჰქონდა, თუმცა რატომ ჰქონდა? ახლაც არაჩვეულებრივი ვოკალური მონაცემები აქვს. და სწორედ სტუდენტობის დროს მოასმენინა მან რობერტ ბარძიმაშვილს ანსამბლ ორერასათვის თავის ერთ-ერთი სიმღერა და აი აქედან დაიწყო მისი თანამშრომლობა ამ ანსამბლთან და შესაბამისად აქედან დაიწყო გზა დიდი წარმატებისკენ. 1972 წლიდან იყო დღევანდელი ეროვნული სასახლის პედაგოგი. თანამშრომლობდა არაერთ საესტრადო ანსამბლთან, ორერა, დიელო, ციცინათელა, ლალე, ჯორჯია. მისი საბავშვო სიმღერები არის ანსამბლების, ზიურის, მთიების, ლახტის, ნერგების, ბასტიბუბუს რეპერტუარში. ვაჟა დურგლიშვილი 500-ზე მეტი საესტრადო და საბავშვო სიმღერის ავტორია. მისი საბავშვო ოპერა რევიუ სათაგური, რომელიც შექმნილია ვაჟა-ფშაველას მოთხრობის მიხედვით, მოგვიანებით კინოფილმად იქცა. მიუზიკლი თავქარიანები 2002 წელს დაიდგა ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის თეატრში. კომპოზიტორი ასევე ავტორია საფორტეპიანო და სავიოლინო პიესებისა, ასევე პიესების ფლეიტის, ქსილოფონის და არფისთვის. 1975-83 წლებში კომპანია მელოდიამ გამოსცა მისი ორი საავტორო ფირფიტა გიგანტი, რომელთა ტირაჟმა მილიონს გადააჭარბა. ხები ეს რას ნიშნავს მაგალითად? საოცარი ციფრი რა. თან ამ წლებში ეს როგორი მამამპოლი. ასევე გამოცემულია 4 CD ალბომი, პოპულარული სიმღერები, შენ გიმღერი, საბავშვო სიმღერები, სალაღობო. და არაერთი ქართველი მომღერალი გახდა მისი სიმღერის შესრულებით ძალიან პოპულარული. მისი ხელწერა გამოირჩევა სიმარტივით და ეს სიმარტივე პროფესიონალიზმის შედეგია. ვაჟა დურგლიშვილის მუსიკა არ ცდილობს ზედმეტ ეფექტს, ის ეყრდნობა მელოდიურობას, გულიდან წამოსული ადამიანური განცდებით. მოგესალმებით ბატონო ვაჟა, მოგესალმებით რატი, დღეს ჩვენი სტუმრები არიან. რატი აღმოჩენები გააკეთა მამას ეცმინე ისტორია. მინდოდა წარდგენა ბატონო ვაჟა მოგესალმებით. ბატონი ვაჟას შვილი რატი მომღერალი რატი დურგლიშვილი მეთქი, მაგრამ თავისთავად თვითონ წარადგინა, ხო. მოდით დავიწყოთ ბატონო ვაჟა თქვენგან და მე მინდა გითხრათ მადლობა იმ მელოდიებისთვის, რომელმაც ჩვენ ასე გაგვილამაზა ბავშვობა და ახალგაზრდობა. და აბა ქართული კულტურის ისტორიაში ასეთი დიდი ადგილი დაიმკვით რა, ესეც სამნიშნულოა. კი, და თითქმის ყველამ და ყველა მიცის თქვენი სიმღერები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი ალბათ კომპოზიტორისთვის. ალბათ, ძალიან ძნელი გზა განვლე. ხო, აი მე მინდოდა მეკითხა როგორ დაიწყო თქვენი გზა მუსიკაში და პირველად იყო ის რომ საესტრადო სასწავლებელში ჩავაბარე და იქ იყო ამინდი ისეთი შექმნილი რომ დიდი კომპოზიტორები იყვნენ იქ ცაბაძე
ლაგიძე არ ყოფილა, მაგრამ ლაგიძე მე გამაცნო, მე შიდელი იყო ჩემი ვოკალისტი. საოცარი ადამიანი. კი, ვოკალის მხრივ შევედი მე და შოთა მილორობა მომამაგრეს მე და მე როდესაც უკვე დავიწყე სიმღერების წერა. ეს არ იყო რა თქმა უნდა, იქ არავინ არ მეჩვეუებოდა სხვათა შორის, ყველა პალეშიკობდა ძირითადად ჩემი კურსელები. საოცარი კურსელები ყავდნენ და რომ მივიდოდი, აბაბაჟა მოგასმენი რა, ხო არაფერი შექმნე და ძირითადად თუ წერდი ხოლმე მათთვის წერდი, რომ ხო არ ჩამორჩენილი პირველი ყავი. მელოდია, რომელიც დაწერეთ. პირველი მელოდია ცოტა ისეთია. არ არის ორერამ რო იმღერა, არ არის პირველი. დაახლოებით 50-100-100-მდე მქონდა დაწერილი, მაგრამ არ მithვლიდნენ იმას კარგ სიმღერად და ყოველთვის მეუნდებოდნენ ეს არ ვარგა, ეს არ ვარგა და ძალიან თვითონ წყიდა. ეხლა ამ გადმოსახედიდან როგორ უყურებთ? მე იყო პირველი სიმღერა, რომელიც ასეთი იყო, რა უცებ ჩასულა ბავშვობის მზე. ციცო იმედით მიყვებით მომავალზე და დამშვიდობება იყო ახალგაზრდობა უკვე უпроსწორად ბავშვობასთან. ხო და ეს მოეწონა ჩემ მასალებს და მითხრა რომ აი ეს უკვე კარგიო. მანამდე მიწუნებნას. აი ნაწყენი არის ბატონი ვაჟა. როგორ არ უფასებდა და დაიწყო უკვე მე ქე. მე ორერამ რო შეასრულა, მაშინ მე პროფესიონალი არ ვიყავი, რა თქმა უნდა სტუდენტი ვიყავი და მე წამოვიდა რაღაცები, ცუდი ამბები. რა იყო მაინც ყველაზე დიდი გამოწვევა, აი როგორც ახალგაზრდა მე არ ვიყავი კომპოზიტორი. კომპოზიტორი და რატომ ღეროდნენ არაპროფესიონალის სიმღერებს. ეს იყო ძირითადად კომპოზიტორთა კავშირიდან იყო ეს. როგორ გადაწყდა ეგ ამბავი, ესეც ძალიან აი მნიშვნელოვანია. ძალიან მე კიდე იყო რა იცი სათაგური შემიკვეთა იმან რა ქვია იანთა სასახლე მაშინდელმა დავწერე ორი მოქმედება ერთ თვეში იმდენად ვიყავი მოწადინებული და აი ეგ მინდოდა მეთქვა. ეგ ხო მოტივაციას ხო გაძლევდათ, როცა იყო ასე. პირიქით როდესაც საბრძოლოელი არის რა. რა. რა საქმე უკვე დამიგროვდა ბევრი სიმღერები. უკვე ფიქრობდი, ამი ეს ნუ კაი ეს გავაკეთე, მაგრამ რაღაცა სიახლე მინდოდა და ეს სიახლე მომცა ივერიამ კი როკ ოპერა იყო მაშინ ახალი. დიახ. თუ გახსოვთ უცხოური. კი, Jesus Christ Superstar-ი ყველას რო უყარდა. ამან რაღაცა მომცა ეს ზეგავლენა იმოქმედა და მე რობერტ ბარძიმაშვილმა რაღაც ოპერა, როკ ოპერა დადგა. დიახ. და ძირითადად უკვე გადავედი, მინდოდა ეს გამეკეთებინა ამდაგვარი რაღაც, რომ სიუჟეტები ყოფილიყო და არა სიმღერა. თავიდან ბოლომდე, ამაშიც არის სიუჟეტი, რა თქმა უნდა, მაგრამ ის თუ სხვა რაღაც იყო. და ამიტომ უკვე დავიწყე ამაზე დავწერე და მე უკვე იყვნენ ისეთი მშობლები პირველთა სასახლის ამ ვინც იყვნენ მონაწილეები რომ ერთ-ერთი მუშაობდა კულტურის სამინისტროში და მან გააკეთა ის რომ ოპერისა და ბალეტის თეატრში დაიდგა ბზიური შესრულება. და იყო გადაჭედილი ხალხი. საოცარი წარმატება მოუტანა. დიდი წარმატება და მე მითხეს რომ ესე იგი იყო ყოფილ ხარ თუ არა კომპოზიტორიო, მე დაგთახდნენ რომ კიო, კარგი კომპოზიტორი ყოფილი. კარგიო და გააგრძელო. არ იყო დასრულებული. მეორე ნახევრიდან მზიური გამოვიდა. უკვე ხალხი აიშალა. სიმართლე გითხრა, იმდენად მოეწონათ ეს და აი მე წავიდა ვინ დართონება, ვინ ყავს ამ კაცს ომხელა იმაში ოპერისა და ბალეტის თეატრში. თქვენი რეაქცია როგორი იყო? აი როცა ესენი გესმოდა. მე სახტად დავში, მე ჯერ არ მქონდა ესეთი რაღაცა, ესეთ შეტაკებასთან. ხო და ძალიან შევწვი. მე მეგონა ყველას უხაროდა, მაგრამ თურმე არ ყოფილა ესე. და გქონდათ განცდები ამასთან დაკავშირებით. წესები უნდა დამეცვა და ეს არ ვიცოდე. რა თქმა უნდა. ბატონო ვაჟა, თქვენი შემოქმედება მაგრამ მაინც რობერტ ბარძიმაშვილმა ივაშკაცა. რო უკრძალავდნენ, ის მაინც აკეთებდა იმ სიმღერებს, რომელიც მოწონდა. რომელსაც ფიქრობდა, რომ ეს სიმღერა იქნებოდა ძალიან კარგი. და ამართლებდა ყოველთვის რობერტის არჩევანი ნამდვილად. ბატონო ვაჟა, თქვენი შემოქმედება 500-ზე მეტ სიმღერას მოიცავს და ეს მართლა რაღაცა საოცარი მასშტაბური რაოდენობა. ძალიან დიდი რაოდენობა 500 სიმღერა. ძალიან. არის აი ამ
დენ სიმღერაში ერთი რომელიმე თქვენთვის განსაკუთრებული? როგორ გითხრათ, იცით, აი მე ყველა სიმღერა აი რო იტყვიან ხოლმე, მგონია რომ ზერელეთ ამბობენ, მაგრამ მართლა ასეთი ყოფილა, იცი, რაღაცა თვითონ ნაწარმოებში არის ისეთი მარცვალი, რომ არ შემიძლია რომ გადავაგდო, ვინახავ და ცოტა ხნის შემდეგ, ნუ შეიძლება წელიც გავიდეს და ისევე დაუბრუნდე და მე ვაგზელებ იმ სიმღერას, რაღაცა არ მომწონს და რაღაცა ესეთი საინტერესო თვითონ საინტერესოა აი ამ საქმესთან, როგორ გითხრათ, ამას ყველაფერს ვერ გადმოვცემ. იმდენად საინტერესოა. იმდენად საინტერესოა, რომ ხანდესხან დილას რო ავდგები 5-4 საათზე და ვიწყებ ნაუშნიკებით მუშაობას, რომ ისე გადის, რომ მოსაღამოვდება, რომ მიჯაჭული ვარ ამ იმას ინსტრუმენტთან. ნუ გუნებრივიც არის აბა როგორ ეს. იმდენად საინტერესოა. რატი რამდენი სიმღერა იცი მამის? 500-დან. რომელი მოგწონს? მივესალმები ჩვენს საყვარელ მაყურებელს მსმენელს, თქვენ მიყვარხართ ძალიან, ჩვენ ძალიან გვიყვარხართ და მადლობას გიხდით, რომ მამას ასეთი დრო დაუთმეთ და ძალიან სასიამოვნო იყო ის თქვენი მონოლოგი, რაც მოვისმინე. ჩემთვის ყველაფერი. ო და ისე გაითვალისწინე, რაც იყო ეგრე კი არა. კარგი, რატი მოგვიხდი მაშინ როგორია მამა? ჯერ აქედან დავეცოთ და სიმღერებზე მე. ხო, აი რამდენად აქვე დავამატებ, რამდენად დიდი როლი ითამაშა მან შენი როგორც ხელოვანის ჩამოყალიბებაში. ესე იგი, მე სულ ვიძახი ხოლმე ყველგან, რომ უფალს ყოველთვის მადლობას ვწერავ იმისთვის, რომ ამ ვაჟა დუგლიშვილის ოჯახში დავიბადე, იმიტომ რომ ჩემი მშობლები ზოგადად გამოირჩევიან ძალიან დიდი ყურადღებით და არ ვიცი, აი მაქსიმალურად ისეთი მზრუნველი ოჯახი ყავდა და მამა განსაკუთრებით არ ვიცი, აი ყველანაირად დადებითად შემიძლია შევაფასო, იმიტომ რომ 7 წლიდან მამამ ალბათ რამდენი წელს ვიყავი მთიებში რომ მღეროდი. 6-7 წლიდან მამამ მიმაჩვია გამომუშავებას, ანუ შრომას მიმაჩვია და დღემდე ესე ამ რაღაცა ინერციით მოვდივარ და თან ძალიან ისეთი დაკვირვებულები იყვნენ და აღმოჩნდა, რომ ჩემშიც რაღაცა ხელოვნების ნიჭმა იფეთქა და მაქსიმალურად ხელი შემიწყეს. არა, ესე ძალას არ ვატამდით, იმიტომ რომ თავისებური ხასიათი ქონდა რატის. მე თავად უკვე ჩაერთო. თავად ჩაერთო. ის რომ მეთქვა, რომ მოდი რატი ახლა კი იყო ასეთი გაკვეთილები, მაგრამ აი არ ვერ იტანდა იმას, რა ქვია, შეზღუდვებს რაღაცას და ამიტომ გვისმენ და რასაც გვისმენ და მე უკეთეს რაღაცას აკეთებდა, რა თქმა უნდა, ერთხელ ტელევიზიაში მივიყვანე მე მეთქი რაღაცა მოასმენინოთ და იქნება რაღაც ერთი. ხო და იმდენად არ მოეწონა ეს სიტუაცია, იმიტომ რომ მამა არ ვარგავ ეს არანჟირუკა, არ ვარგავ, მე ვერ გამოვალ. არ მოწონდა. თუ რა იცოდა, ჯერ პატარა იყო ხო მაინც. სხვათა შორის აი ეს ყველაზე კარგი თვისება რა, არ ვიცი როგორ ეს შეიძლება შინაგანიც იყოს ეს, მაგრამ აი მამა იყო თვითონ ეგეთი, რომ აი სხვა მილიონი ბავშვი ყავდა, ხო? ეს ყველაზე ნაკლები ყურადღება მექცეოდა მე. და სულ მსჯიდა, რომ ეს არ ვარგა, მაგრამ იმდენად ესე იგი აი ეს შინაგანი ისე განმივითარდა. მოტივაცია იყო. აი ეს ჯიდა მომეწონა ახლა ყველაზე მეტად, იმიტომ რომ სულ მე ეგეთ მომენტებს ვეძებ. ხო, რა არის იყო თუ არა მკაცრი, მომთხოვნი. აუ, არა, ძალიან საყვარელი. არა, ხო? რატი ითი გამხარაბა მამას თუ გვეტყვი? იცი რა არის, აი გეტყვით, ქუჩაში მხვდება ძალიან ბევრი საოცარი ადამიანი და ყველა მამას სიყვარულით მეფერება. ანუ ფიქრობ, რომ მამას შეუძლია ზღვა სიყვარული, იმიტომ რომ ამდენ ადამიანს ესე უყვარდე, ეს მარტივი არ არის კი, ნამდვილად. ფიქრობ, რომ გენეტიკურად რაღაცა მეც გადმომედო ეგ, იმიტომ რომ ჩემი წრე, ასოციუმი ძალიან დიდი სიყვარულით გამოვირჩევით და ზასულ ვეფერებით ერთმანეთს და აი მამას სამეგობროც ჩემი მეგობრები გახდნენ და არ ვიცი, ალბათ ეს არის ყველაზე დიდი, რომ გიყვარს სიცოცხლე, გიყვარს ადამიანები და იმ ადამიანებისთვის ქმნი იმ შემოქმედებას და იმ ადამიანებს შუქნი იმ პატარა ისტორიებს და რა ვიცი, ლამაზია რა ყველაფერი. სანამ სიმღერებზე გადავალთოდ, ერთი უნდა ვკითხო, შენ ხوار დაგიწერია რამე როდესმე? მე ზოგადად კომპოზიტორი. ხوار გიცდია. აი თქვენ რო ახსენეთ, კომპოზიტორი არის მართლა რაღაც ფენომენალური მოვლენა მსოფლიოში რა, იმიტომ რომ
აი ხა მომღერლები ესე ძალიან ბევრი შეიძლება იყოს, მაგრამ კომპოზიტორი მსოფლიოს მასშტაბით არის ძალიან მცირე რაოდენობის. ეს აი რაღაცა ესე პროფესიასაც ვერ დაარქმევ, რა ეს არის ადამიანების ისტორია. ცხოვრება, ბევრი ადამიანის სტიმულია, ბევრი ადამიანს რაღაცა სიხარულს ჩუქნის, აი არ ვიცი, ადამიანები სიმღერით, მუსიკით აკეთებენ ქმნიან ცხოვრებას და დიდი როლი აკისრია კომპოზიტორს ზოგადად რა და ყველაზე ნაკლები ის რაღაც ყურადღება ყოველთვის კომპოზიტორს ეთმობა ხოლმე, უფრო წინა პლანზე მომღერლები ჩანან. სხვათა შორის, აი მე სულ მინდა ხოლმე, რომ აი ვინმეს მივაწვდინო ხმარო. როდესაც სტარდება რამე კონცერტები ფილარმონიაში, ოპერაში, ეხა ბოლო დროს რუსთან, არასოდეს არ აცხადებენ სიმღერის და ტექსტის ავტორს. სამწუხაროდ კი. აი ხო არ ხო, მეშობა. რადგანაცასია კი, მაგრამ ბოლო დროს თითქოს დაიწყეს გამოსწორება და მომეწონა ეგ. აი მე და მაკამ შენ გისმენენ და აგერ უნდა თქვა ეს. ხო და აი თქვი ხმამა. აი მე და მაკამ დავიწყეთ ახლა მაგალითად ძალიან მამას სახელის წამოწევა წინ რომ იმ ახალთაობამაც იცოდეს ვისაც უყვარს მამას სიმღერა და არ იციან უბრალოდ რომ მამასია. აი ჩვენც არ ვიცით ხოლმე ბევრი სიმღერის კომპოზიტორი და აი რაღაცა დამირეკია სადმე ან მომიძებნია რომ ვისია ეს სიმღერა. იცი რა, ეს ახირებაც არ არის, იმიტომ რომ ბევრი ამბობს რომ რატო არა უნდა ეწეროს კაცო და გავიგებ და შეკითხვა აღარ გვექნება, გვეწოდინება ხო? მაგრამ ვიკითხავ ხაბატონო. კი ბატონო, რა საკვირველია, მაგისთვის ვარ. ყველაზე მნიშვნელოვანი რამე თქვი ამ ბოლო მომენტში და მინდა ეს თემა განვაცო, რომ კომპოზიტორიო მაინც არისო განსაკუთრებული ადამიანიო, რაშიც გეთანხმები და თელთავიან ცხოვრებას უძღვნიან ამ შემოქმედებას. შენ გქონდა ეს ფუფუნება გეყურებინა გვერდიდან კომპოზიტორის ცხოვრებისათვის. აი მოკლედ გითხარი რა არის ეს კომპოზიტორის ცხოვრება. დილა როგორ იწყება, შუა იცლიდა თუ არა შენთვის როგორც мама, ეცალა თუ არა ოჯახისთვის, რას უფრო მეტ დროს უთმობდა შემოქმედებას თუ ოჯახს. ჩვენ ეს კულუარები გვაინტერესებს. ხო, აი მაგას ვიძახი, მამას უნიკალურობაც მაგაშია, რომ რაღაცნაირად ისე ანაწილებდა ამ ყურადღებას, რომ შემოქმედებისთვისაც დრო რაღაცნაირად ლამაზად ხდებოდა. აი დილას სკოლაში დედა ვერ მაღვიძებდა ხოლმე, სულ ძალიან დიდი ომი გქონდა და мама დაჯდებოდა 6 საათიდან დაიწყებდა დაკვრას და ნუ მამას ასე ვთქვათ ჰარმონიული გაღვიძებდი რა, ეს არაჩვეულები ნირვანაში გიცხოვრია. და მამას შემოქმედება ჩემთვის აი პრაქტიკულად ესე თეორიულად რო ავიღოთ, რა ვიცი, მამას თითქმის მთელი შემოქმედება ყურში მიზის, იმიტომ რომ კი, მაგრამ აი განსაკუთრებულად ბატონმა ვაჟამ ვერ გაიმეტა ვერც ერთი ნოტი წინ წამოსაწევად და შენთვის რომელია განსაკუთრებულად საყვარელი სიმღერა? აუ, მამას გენიალური სიმღერები აქვს მართლა, აი ესე რო ავიღოთ მართლა სათითაო სიმღერასთან მაკავშირებს სათითაო ისტორია. ის ბავშვობა თუნდაც ის აი მამას რო საჩუქრები ჩამოქონდა, რაღაცა რო გავხსნიდით ამას და ის რაღაც ფონად სულ მამას მუსიკასთან თანხლებით ხდებოდა ეს ყველაფერი რა და არ ვიცი, ეხა ყველაზე საყვარელი როგორ გითხრათ ეს ამისა არის ჩვენი საყვარელი, იმიტომ რომ ენძელასაც ძალიან კარგად მღერი და ჩემი საყვარელი სიმღერა. გულმართალი კაცი მიყვარს, წყაროს თავზე გოგო მიდის. ერთმანეთზე უკეთესი სიმღერა. იჯნურობაძნელი არის. აი ისეთი სიმღერები თუ არის ბატონო თან შექმნის პროცესში ეს რეგესმის ეს კიდე სხვა თემა არის. თქვენ სიმღერას მართლა ყველა თაობაში მღერიან, წლებია მღერია, მაგრამ აი თუ არის ისეთი სიმღერები, რომელიც კონკრეტულად რატისთვის დაწერეთ? არა, კონკრეტულად სიმართლე გითხრათ. აჩუაჩუცხენო ვარ დამწერე. ძალიან პატარა. ორი სიმღერა მაქვს, მამას მოძღუნდა. ჩავწერეთ იმაში, აქვე მელოდიაში ქონა ჩაწერა ეს აჩუაჩუცხენოზე და დედამის უჭირავს ეს და აი შეკენი. მე ცოტა მინდა რომ ის ზუსტი მგელები გამოვიდეს ხასიათი. ძალიან მეჩხუბებოდა, უნიჭო ხავს უმეტეს. ეს მუშაობის პროცესში და აი მე როცა უკვე იმღერები თან როგორია რაც მელოდიაში წუთებს უყურებენ, ახლა სხვა უნდა შემოვიდეს და რაღაცა ძალიან ისეთი დაძაბულები ვიყავით, მაგრამ კარგი გამოგვივიდა შემოწმებით. გაძლევდა შენი შვილს რა. ერთი ამოხსენდა თითქმის არასდროს არ მოწონდა. კაი, აბა რა, ეგ რა, იმისთვის ამშობელი რომ შენი შვილს მე არ დავბოღმილ ვარ, აი ესე ჭყალებში რო ვთქვათ რა, იმიტომ რომ იმის მერე დეპრესია არ გაქვს. არა, პირიქით. სხვების გასაგონად საუბრობთ, ანუ ჩვენ ახლა. ზედმეტად კრიტიკული გავხდი ჩემი თავის მიმართ. ანუ მარტო იმაზე არ იყო შემოქმედება. გუშინდელი თემის ეგ კარგია თუ ცუდი? აი რატო არის კარგი გუშინდელი თემის გაგრძელება? ყველაფრით არ შეიძლება
კმაყოფილი იყო რა ადამიანი. შეიძლება არა, ცდებოდა. ყველაფრით არა, მაგრამ ზედმეტი თვითკრიტიკულობაც ხო რაღაც მომენტში არის უკან დამხევი. ყველაფერს აქცევს ყურადღება. ხო არის კი ეგეც. ხომ ხანდეს კომპოზიტორია პიანოსთან. მე მგონია რომ თქვენ გაცილებით რბილი ხასიათი გაქვთ ვიდრე რატეს. არა. არა. კაცრი არა, კაცრი. მომთხოვნი უნდა იყოს რა თქმა უნდა. ხო, პრინციპში აი ვერ იტყვი რა, ერთ კაცს ვერ იტყვი. კაცრი ერთხელ მოხდა ზოგადად მამასთან ესე კონფლიქტი არასდროს არ მომსვლია რა, აი მთელი ბავშვობა ერთადერთი ჩხუბობდით ხოლმე, მე უსმენდი ევროპულ მუსიკას, აი რაღაც მაშინ ხო იცის რემიქსები და ის რო იყო და რა საზღვრობას უსმენ, დილა იწყებოდა მაგით და ნუ მოკლედ, მაგრამ აი ბავშვობაში, ღრმა ბავშვობაში მამას ერთადერთი დასჯა მახსოვს, რომ ცუდი ნიშნები მივიღე, მაშინ არ იყო 10 ბალიანი. 5 ბალიანი. რაღაცა და ნუ ძალიან გაბრაზდა მამა და რითი დაგსაჯა მაგრამ არაფერი ესე წყნარად მოვიდა. შენო ეხაო ჩაალაგეო ჩანთაო, შენიო საყვარელი ნივთები წადიო, შენ ამ სახლში აღარ ცხოვრობო და ჩაგაბარეთო. დასჯებ ჩაის ყველაზე გავრცელებული დასჯა. არაფერი, ჩაგაბარეთ წადს. არ გეჭირები არაფერი, უბრალოდ ეს სახლი დატოვა. ჩაალაგეო, შენ ამ სახლში ოჯახის წევრი აღარ ახარო. რო გავსკდი, შევარდი ამ კარადაში. დავლეწე იქაურობა. მამა გთხოვარ, ჩამაბარო. ტიროდი. არაო, თან ბოლომდე პრინციპზე იყო რა, ეთყობა რაღაცა კულმინაციას ელოდებოდა, რომ რაღაცა მიუმხდარიყავი და მე დავპირდი. მამა თქო, კაი თქო. გამოსწორდი რატი? მე მესამე დღეს მოვიტანე ხუთიანები გადავატენე რამე. ბატონო, თქვენ სიმღერებს მღერის ძალიან ბევრი ცნობილი მომღერალი და აი მართლა იცი რაღაცა განსაკუთრებული სიყვარულით ასრულებენ ისინი თქვენ სიმღერებს. აი როგორი განცდაა ეს, როდესაც გებულობთ რომ თქვენი სიმღერის შესრულება უნდა. წლები რო გადის, აი მაშინ რო ვისმენ, უკვე მიხსენებ, ვინდა აღვიდგინო ის მომენტები, როგორ შევხვდით მომღერალს, როგორ მეცადინეობდით და ასე შემდეგ. იმდენად რაღაცა, მაგრამ აი იმ პერიოდში, როდესაც ვამზადებთ სიმღერას, მაშინ არ ფიქრობ არაფერზე, რომ რა მაგარი ვარ, ან რაღაცა. ჩვეულებრივად საქმიანის არის საუბარი. სიმღერას სად უნდა იყოს, სუნთქვები სად უნდა იყოს, გძლიობა როგორი უნდა იყოს, ზოგჯერ არის სიმღერა ესეთი ომახიანი უნდა იყოს, ხო, მაგრამ თუ ის ლირიულად მღერის არ გამოდგება, ხო, რაღაცა ასევე არის დაკავშირებული პოეტთანაც, რა თქმა უნდა. უდიდესი როლი აკისრია პოეტს. პოეტს. ყველა სიმღერა ხომ არ გამოდის ესეთი, აი იმდენად ვეძებ კარგ ლექსებს, აი ბევრი სიმღერა მაქვს გაკეთებული და გაჩერებული. იმიტომ არ ვაძლევ გზას, იმიტომ რომ არ მომწონს ესე. ვერ მოარგეთ არის ესეთი ლექსი. ლექსმაც ხომ უნდა რაღაცა უთქვას. კი. ხო და აი რომ არ არის, არა, მე რო არ სიამოვნებს და მე რომ არ მიზიდავს, ესე იგი, სხვასაც ასე. ეს არის პროფესიონალიზმი კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ბატონო ვაჟა, რატი, ძალიან სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი და დაგემშვიდობებით და კიდევ ერთხელ ველოდებით კიდე სიმღერებს ახალ სიმღერებს. გადაგიხდით კიდევ ერთხელ ძალიან მადლობა. მიყვარს მე თქვენი სტუდია. ძალიან სასიამოვნოა. ტელევიზორშიც რომ ვუყურებ ხოლმე იმედი სადაც აწერია მეთბილება ძალიან. დიდი მადლობა. მეც დავემშვიდობები ჩვენს მაყურებელს მომავალ პარასკევამდე და ახლა რეკლამის დროა ჩვენს ეთერში.